აბა როგორია? გიხდება და მე? ძალიან კი. და მე? გიხდება. უკვე ხვალ თოვლის ბაბუ მოვა და საჩუქრებს მოგვიტანს. ვეღარ ბიძმენ. სანტა ყველა საჩუქარს ერთად დაატარებს ტომარაში? ეჭვი მეპარება. არ მგონია საჩუქრები იქ მოთავსდეს. არ იცოდით? სანტას უძირო ტომარა აქვს. იქ ყველა საჩუქარი ეტევა. უძირო ტომარა? მეც მინდა ეგეთი. ვინ იტყოდა მაგაზე უარს? განსაკუთრებით თუ საჩუქრების გროვას შეიცავს. გასაკვირი არ არის, რომ მასზე ყველანაირი ბოროტმოქმედი ნადირობს. კარგი გოგუებო, რაც უფრო მალე დავიძინებთ, მით უფრო მალე დადგება ხვალინდელი დღე. მოიცადეთ, სასუსნაო ხო უნდა დავტოვოთ. წავიდეთ. გოგუებო, სწრაფად, საჩუქრები. აქ რა მოხდა? ალბათ მუსიამ წააქცია ნაძვის ხე. როგორც ჩანს, მაგრამ მსგავსი რამ არასდროს გაუკეთებია. მუსიას ასეთი საქციელისთვის საყვედური უნდა უთხრათ. ჯინი, ის უბრალოდ კატაა. ვერ გაიგებს რომ საყვედურობ. კარგი, საჩუქრები სადაა? საჩუქრები არ არის. კარგი. მუსიამ საჩუქრებიც წაიღო? ეს უკვე მუსიას გაკეთებული არ იქნება. სანტას საზუსტაოსას არავინ მიკარებია. როგორც ჩანს, სანტა აქ არ ყოფილა. იქნებ ცუდად ვიქცეოდით და საჩუქარს არ ვიმსახურებდით? მაშინ ნახშირს დატოვებდა. ჯანდაბა, ჩვენ ნახშირიც კი არ დავიმსახურეთ. იქნებ დაინახა რომ აქ არეულობა გქონდა და საჩუქრის დატოვება არ უნდოდა. დაივიწყეთ გოგუებო. გონი ახლა ძალიან გადატვირთულია. თოვლის ბაბუს დრო არ აქვს. კარგი, იქნებ ხვა მივიღოთ ჩვენი საჩუქრები. სასწრაფო ამბავი, სოფლიოში ყველა ბავშვი საჩუქრების გარეშე დარჩა. სანტა არც ერთ სახლში არ მისულა. ბავშვები ტირიან, მშობლები მათ ვერ ამშვიდებენ. ეს ადრე ახალი წლის ფილმებში ხდებოდა. ახლა კი სანტა რეალურ ცხოვრებაში გაუჩინარდა. მთავარი ეჭვმიტანილი გრინჩია, შობის ქურდი. თუ ვინმე მიცის, სად არის ახლა სანტა, ცხელ ხაზზე დარეკეთ. აი თურმე რა მომხდარა? საბრალო სანტა, ნეტა რა დაიმართა? სანტა გასაჭირშია. მას უნდა დავეხმაროთ. როგორ დავეხმარებით? ჩვენ ხომ არაფერი ვიცით. გამოძიება ჩავატაროთ და ყველაფერს გავიგებ. ჩვენ არც კი ვიცით, საიდან დავიწყოთ. ხო, ამელკა, სისულელეა. პოლიცია მან სხვა მიხედოს სამსაქმეს. ხო, სანტას საბოლოოდ ყოველთვის პოულობენ. ამ სუნს გზნობ? ვერაფერს გზნობ. მე კი რაღაც თკდილ სუნელს გზნობ. ჯინჯერი, დარიჩინი და რძე. სწორედ ასეთი სუნელი აქვს სანტას. ან ეს ჩვენ მიერ ნაყიდი სუნელოვანი სანთელია? არა, მაგ სანთელს სხვა სუნი აქვს. ყოველ შემთხვევაში, სანტას სუნით ვერ ვიპოვით. და ეს რა არის? ეს ბავშვების სია და საჩუქრები, რომლებიც მათ უნდა მიეღოთ. დარწმუნებული ხარ, რომ ის ის არის? თვითონ ნახე. მაგრამ აქ როგორ აღმოჩნდა? უჩნაურია. იქნებ სანტა ციგებით დაფრინავდა და სიაგად მოუვარდა. პირდაპირ მაგიდის ქვეშ ვერ დაუვარდებოდა. ის აქ იყო, სწორედ ამ ოთახში. ამელკა, დარწმუნებული ვერ იქნები. ხო, ამელკა, ეს შეიძლება ყალბისირა იყოს. და ვის შეეძლო მისი აქ დადება? სახლში მხოლოდ ჩვენ ვიყავით. მოიცა, იქნებ მართლები ხართ და სანტა აქ იყო? მაშინ სად არის ჩვენი საჩუქრები? შენ მხოლოდ საჩუქრები გედარდება? სანტა გაქრა. კარგი, ამელკა, გინდა პოლიციას დაურეკო და ვუთხრა რა ვიპოვეთ? კი, რა თქმა უნდა. კარგი. ამელკა, რა მოხდება თუ სანტა ჩვენს გამო გაქრა? ჩვენ ხომ არაფერი გავიკეთებია? ხო, სანტა აქ იყო, შემდეგ კი გაქრა. ეგ არის, პოლიციას დაურეკე. და რა თქვეს? რომ არ უნდა ვინერვიულოთ და ისინი უკვე მუშაობენ ამ საქმეზე. რადგან პოლიციამ ასე თქვა, მაშინ შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ. მაშინ მოდი დავალაგოთ აქაურობა. მოდი. ეს რასაც ვფიქრობ ის არის? ფიქრობთ რომ ეს სანტას ქუდია? აბა ვისი იქნება? მაღაზიებში ასეთი უამრავი იყიდება.
აქ ნაცრისფერი თმა. მოიცა, იქნებ ეს პარიკის თმა? კარგი. დამიჯერე, პარიკს და ნამდვილ თმას ვარჩევ. გოგოებო, როგორც ჩანს ჩვენი ნაძვის ხე თორის ბაბუას დაეცა. მაშინ თვითონ სანტა სად არის? წავიდა. თავიდან კარგად იყო, მაგრამ გზაში თავი ადგირდა და გონება დაკარგა. ჯინი შეიძლება მართალია. ჩვენ სანტა მოვკალით. ჯინი, დამშვიდდი. კარგი, გარეთ გავიდეთ და იქ მოვძებნოთ. შორს ვერ წავიდოდა. ძალიან ვერ ვიულობ. სანტა კარგად იქნება. ის ჯადოქარია. ერთი წუთიც არ უნდა დავკარგოთ. ბერტა, თორის ბაბუა ხომ არ გინახავს? არა? კარგი მაშინ. აბა გოგოებო, იპოვეთ სანტა? ერთი კვალის ვერ ვიპოვე. სანტა ვერა, მაგრამ ეს ვიპოვე. მოიცა, ეს რა არის? არ ვიცი, მაგრამ აქამდე აქ არიდო. ჯინი, ეს უბრალოდ თოკია. კარგი, იქნებ ამ თოკით სანტა გაკვანძეს? გონი ვიცი რაც არის ეს. ეს აღჭურვილობის ნაწილია. რა? სანტა ამ თოკს ირმების სამართავად იყენებს. მოიცა, თუ თოკი ჩვენ გვაქვს, მაშინ სანტას ირმების კონტროლი არ შეუძლია. ო, ჯინი. გოგოებო, სანტა სერიოზულ პრობლემაშია. არა უშავს, პოლიცია ეძებს მას. მიხარია, პოლიცია აუცილებლად იპოვის მას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაღაც, ასე უბრალოდ ჯდომა არ შეიძლება. რას ვიზამთ? ჩვენ ჩვეულებრივი გოგოები ვართ. უკვე ბევრი რამ გავიგეთ. სანტა ჩვენს სახლში იყო. მას სია დაეკარგა და ნაძვის ხე დაეცა. მოიცა, ასევე ციგისა და ირმების გარეშე დარჩა. ეს არაფერს არ გვაძლევს. გოგოებო, იქნებ სანტას თვითმფრინავი დაეჯახა? ის ციგიდან გადმოვარდა და დაიკარგა. ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ მეტი უნდა გავიგოთ. კარგი, ამ გამოძიების გამო უკვე თავი მტკივა. დღეს დასვენება მინდოდა და არა ფიქრი. დავისვენებთ, როცა სანტას ვიპოვით. ახლა კი საქმეს შევუდგეთ. გთავაზობთ სახლი დავათვალიეროთ. იქნებ რაიმე ვიპოვოთ კიდეც. ყველა კუთხე კუნჭული შეამოწმეთ. გოგოებო, მოდით აქ. ამ დანაზე რაღაც არის. როგორც ჩანს, აქ ჩხუბი მოხდა და სანტა დაშავდა. შეგიძლიათ დამშვიდდეთ. ეს სისხლი არ არის. რა კარგია. მარწყვის ჯემია. ვიღაცამ თავისთვის სენდვიჩები მოამზადა. მაშინ დანან ძირს რატომ გდია? საკმარისია ყველაფერში ფარული აზრის ძიება. ის უბრალოდ დავარდა ძირს. მაგრამ რა მოხდება თუ სანტას სისხლის ნაცვლად მარწყვის ჯემი აქვს და ის დაჭრილია? და ეგ როგორ გავიგოთ? მოდით ინტერნეტში ვნახოთ. არ არის ზუსტი ინფორმაცია. გვჭირდება ადამიანი, რომელიც კარგად იცნობს სანტას. ელფებმა იციან სანტა. ფიქრობთ, რომ ჩვენთან საუბარი მოუნდებათ? ცადოთ, ლეო მელფების ნომერი მომცა. შემიძლია ვცადო მათთან შეტყობინების გაგზავნა. ეგ თავიდანვე სასწრაფოდ უნდა გექნა. წამოდით. კარგი, გამარჯობა, ელფებო. ჩვენ გვინდა სანტას პოვნა. სანტას პოვნა. შეგიძლიათ რომ დაგვეხმაროთ? საბრალო ელფები, ალბათ ძალიან განიცდიან. ანიქტებ ის ბოროტი ბოსია და ისინი ბედნიერები არიან, რომ ის წავიდა? პასუხი, გამარჯობა ამელკა, სანტა გაქრა? დღეს დასვენების დღე გვაქვს ჩვენ. მათ ვერც კი შეამჩნიეს, რომ ის გაუჩინარდა. შოკირებული ვარ ამ ელფებით. სანტა გაუჩინარდა. გაუჩინარდა. და ეს ხუმრობა არ არის. ხომ არ იცით? სად შეიძლება იყოს? ამელკა, მათ არაფერი არ იციან. მართა, შეწყვიტე, შენ სულ წუწუნებ. უბრალოდ ვერ ხვდები, რატომ დავიწყეთ ეს ყველაფერი. ეს პოლიციის საქმეა. პასუხი.
გასულ წელს სანტა ბუხარში გაიჭედა და მასზე სათვალთვალო მოწყობილობა დავაყენეთ, რომ სწრაფად გადაგვერჩინა შემდეგ ჯერზე. ახლა ის მიუთითებს, რომ სანტა თქვენ სახლში არის. შეუძლებელია, მას აქ ვერ ვხედავ. რა მოხდება თუ ჩვენ სეზონშია დამარხული? ჯინი, რას ამბობ? უკვე აღარ ვიცი რა ვიფიქრო. იქნებ ბევრი ჭამა და ჩაეძინა? ყველა ოთახში შევამოწმოთ. სანტა, აქ ხარ? მე ამელკა კარამელკა ვარ. ეს რაღაც ნაგავია. მოიცა, რა იპოვა? ჯინი, რა არის? ანდრე, ეს აქ არ იყო. ეს რა არის? ეს სანტა? იმედია უბრალოდ ძინავს. ეს სანტა არ არის. ეს უბრალოდ საჩუქრებია. ძალიან შემეშინდა. ხედავთ, სანტა აქ არ არის. მართა, შენი საჩუქრიდან მარწვის ჯემი გადმოდის. მარწვის ჯემი მიყვარს და თოვლის ბაბუას ვხოვერე მოეტანა. მართა, როგორც ჩანს, ვიღაცამ შენი საჩუქარი გახსნა. არ არის მართალი, ის დალუქულია. ჯინი მართალია. მოგვეცი, ნახოთ, შეეშვით ჩემს საჩუქარს. მოიცა, იქნებ მათ რაიმე მტკიცებულებაა, მაგალითად სანტას თავი. არ არის არანაირი თავი. საჩუქარს არ გაჩვენებთ, პირადულია. კარგი, ჩვენ არ გვაჩვენო, მაგრამ თვითონ ნახე. თუ რაიმე უცნაურია შიგნით, გითხარი. აი ჩვენი საჩუქრებიც. ჯინი, აი შენი. და ჩემი, გავხსნათ, შესაძლოა ამეებშიც იყოს მინიშნებები. ჩვეულებრივი რამეებია. არაფერი უცნაური. აჰა, ჩემთანაც ეგრე. მე შინოდა, უკვე მეგონა რომ სანტა ყუთებში იყო ნაწილებად. ჯინი, ძალიან პანიკიორობ. კარგი, ვიცი, უბრალოდ ნერვიულობ სანტაზე. მეც, მაგრამ უნდა გავუძლოთ. რასაკეთებ? ელფებმა პროგრამა გამომიგზავნეს. ახლა აუცილებლად ვიპოვით სანტას. როგორ მიდის საქმეები? ჩვენთან უცნაური არაფერია. შენ რა სიტყვი? საერთოდ არაფერი. ყველაფერი ჩვეულებრივადაა. პროგრამა აჩვენებს, რომ სანტა აქ არის. კარადაში? ბატონო სანტა, აქ ხართ? მოდით, გავაღოთ. მოიცადე, ჯერ მზად არ ვარ. კარგი ჯინი, სამფლაზე. 1, 2, 3. აქაც არ არის სანტა. ეს რა არის? როგორც ჩანს ის მოწყობილობაა. სანტა აქ დაკარგავდა. შეხედეთ, ეს სანტას ტანსაცმლის ნაწილია. ყველაფერი ძალიან დამაბნეველი ხდება. უნდა დავფიქრდე. კარგი, აი რა გვაქვს. სანტა ჩვენთან მოვიდა, ნაზვის ხე დაეცა, საჩუქრები დატოვა და წავიდა. იქნებ მისი ირმები გაიქცნენ და საძებნად წავიდა. გამიგია რომ თუ სანტა დიდი ხნით არ დაბრუნდება, ირმები სახლში ბრუნდებიან. ახლავე მივწერ ელფებს, ნახონ სად არიან ირმები. ვერ გავიგე, სანტა ჩვენ სახლში მოვიდა. კარადა გააღო და ნაზვის ხე წააქცია. რატომ? კარგი, იქნებ ცურგანწყობაზე იყო? მოიცა, ან იქნებ ვინმე ეჩხუბებოდა? ვისთან იჩხუბებდა? მის მტერთან. ყველაფერი გასაგებია. სწორედ ამიტომ იქცეოდა სანტა უცნაურად. მოიცა, სანტას ბევრი მტერი ყავს. ის შეიძლება ნებისმიერი იყოს. ელფებმა მომწერეს, რომ სანტას ირმები უკვე სახლში არიან. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სანტას მტერი. აქ წერია, რომ სანტას ორი მთავარი მტერი ყავს. გრინჩი და კრამპუსი. ვინ არის კრამპუსი? კრამპუსი ეშმაკია, რომელიც ბავშვებზე ნადირობს. თუ სანტა არ იქნება, ყველა ბავშვი საჩუქრების ნაცვლად სასჯელს მიიღებს. თუ მან სანტა გაიტაცა, მაშინ საქმე ცუდადაა. კარგი, ჩვენ კრამპუსი უნდა ვიპოვოთ. მას როგორ ვიპოვით?
აქ არის ინსტრუქცია თუ როგორ გამოვიზახოთ კრამპუსი. რა მოხდება თუ მას არ წაუყვანიათ სანტა და თუ მან გააკეთა ეს, გადაწყვეტილია კრამპუსი გამოვიზახოთ. თუ გააკეთებთ ამას, ეს შპაკია და საშიშია. ჩვენ ახალი წელი უნდა გადავარჩინოთ. ის ჩვენი მთავარი აჭმიტანილია. ის უნდა დაიკითხოს. კარგი, აიღეთ ყინულის პარკი და მოათავსეთ ოთახის ცენტრში. აანთეთ შავი სანთელი და მის გვერდით დადეკით. დადეკით საკის წინ და ჩაიხედეთ მასში. გოგუები სულ გაგიჟდნენ, როგორმე უნდა შევაჩერო ისინი კრამპუსის გამოძახებისგან. ცოტა ნახშირი შევაგროვე. კარგი, ახლა სანთელს და სარკეს მოვიტან. გოგუებო, მოიცა. მართა, ყველაფერი გადავწყვიტეთ. კრამპუსს ვიძახებთ. რაღაც ვიპოვე. ეს სად იპოვე? იქ, ფანჯარასთან, ეს ნამდვილი გრინჩის ბეწვია. ის ფანჯრიდან ხტებოდა და რაღაცას გამოედო. დარწმუნებული ხარ, რომ ეს გრინჩის ბეწვია? რაღაც ბალიშის შიგთავს სკავს. საიდან ისი როგორი ბეწვი აქვს გრინჩს? მას შეხედი ხარ? არა, მაშინ გაჩუმდი. შეიძლება გრინჩი ყოფილიყო და მაშინ კრამპუსის გამოძახება საჭირო არ არის. კარგი, მაშინ როგორ გამოვიზახოთ გრინჩი? მსგავსი რამ ინტერნეტში არ არის. კარგი, ჩვენი გამოძიება ჩიხში შევიდა. ნუ თუ ვერასდროს ვერ ვიპოვით სანტას. რთული იქნება თუ სხვა მტკიცებულებები ციდან არ ჩამოვარდება. დაინახეთ? ციდან რაღაც ჩამოვარდა. წავალ, ნახავ. ეს საჩუქარია. აქ წარწერაა. ტანიასთვის. ვინ არის ტანია? არავის ვიცნობ ამ სახელით. არც მე ვიცი ვინ არის ტანია. რატომ ჩამოვარდა საჩუქარი ციდან? იქნებ სანტას ირმები დაფრინავენ და საჩუქრებს ისვრიან? ელფებმა თქვეს, რომ ირმები სანტას სახლში იყვნენ. მაშინ ვინ აგრებს საჩუქრებს ციდან? საჩუქარი ციდან არ ჩამოვარდნილა. ხო, მაგრამ თვითონ დავინახეთ. ის სახურავიდან ჩამოვარდა. სახურავიდან? მოიცა. ანუ საჩუქრები სახურავზეა. ახლა იქ ავალ და შევამოწმებ. ამელკა, არც კი იფიქრო იქაძრომა. საშიშია. მართა, ფრთხილად ვიქნები. ამელკა უპასუხისმგებლოა. რა მოხდება თუ დაეცემა? ან ფეხს ან ხელს მოიტეხს? ეგრე დარდობ ამელკაზე? რა თქმა უნდა, ის ხომ ჩემი დაკალია. ნახეთ, რა ვიპოვე. სახურავზე იყო. ეს ხომ სანტას ტომარაა, მაგრამ სანტა ზემოთ არ არის. ჩვენთვის შეგვიძლია დავიტოვოთ. მან უამრავი საჩუქარია. არა, ჩვენ ტომარას სანტას უნებლად დაუბრუნებთ. მოიცა, რამე უცდაური ნახე სახურავზე? კი, სახურავზე ნაკვალევი იყო. გრინჩის კვალი იქნებოდა. გრინჩის კვალი ნამდვილად არ არის. ეს კრამპუსია? არა, ადამიანის კვალია. სანტას ნაკვალევია? ძალიან პატარაა სანტასთვის. მოიცადე ამელკა. ამბობ რომ სანტა ვიღაც ბავშვმა გაიტაცა? როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შეუძლებელია რომ მოხდარიყო. სანტა ისეთი დიდია, გრინჩმა ის უბრალოდ გაიტაცა. ჩექმები ჩაისვა და ყველას მოტყუება გადაწყვიტა. გოგუებო, ფიქრობ საიდუმლოს ამოხსნას და ნახოს ვათ. უბრალოდ რაღაც გვაკლია. თუ სანტა და გამტაცებელი სახურავზე იქნებოდნენ, მეზობლებს შეეძლოთ მათი დანახვა. ჯინი, ოჩახ, შენი ამოცანა მეზობლებს გამოჰკითხო. ახლავე. მეზობლებს ვერ ენდობი, შესაძლებელია სიბრდელეში ვერაფერი დაინახეს. ნებისმიერი მინიშნება დაგვეხმარება. ფიქრობ, გრინჩი უნდა მოვძებნოთ. გეთანხმები, მაგრამ არ ვიცი როგორ მოვძებნო. ეს რა არის? ვიღაცამ ბევრი საჩუქარი გახსნა. კარგი. ეს საჩუქარი კიტისთვისაა. და ეს ლეოსთვის. აქ ჯერ კიდევ ბევრი საჩუქარია. მოიცადე ამელკა. იქნებ დაუვარდა და ვერ წაიღო? რატომ გახსნა მან ეს საჩუქრებია აქ? ბევრი კითხვა მაქვს. კარგი, გრინჩს უნდა და რომ ნაგავი გადაეგდო. ნეტა ჯინი მალე გამოჰკითხოს ყველა მეზობელი. ხო, ნეტა. წავალ, მოძებნი რამეს გრინჩზე. ჩემო ძვირფასო საჩუქრებო. იმედია ამელკა ვერასდროს ვერ მიხდება რომ სანტას ხურჯინი მე წავიღე. მინდა მეტი საჩუქარი გავხსნა. ნეტა ამელკას ამ სულელურ გამოძიებაში არ ჩარეულიყო.
სანამ ამელკა არ იყურება, კიდევ რამდენიმე საჩუქარს მოვიპარავ. ყველაზე დიდი საჩუქარი უნდა ავარჩიო. მართა, ყველაფერი რიგზია? კი. რაიმე გაიგეთ? კი. სასწრაფოდ ამელკას უნდა უთხრა. მოწმეები შეიძლება ცდებოდნენ. მავერი საათია. საიდან გააქვს? მოიცა. მშობლებმა მაჩუქეს. ოღონდ კიტის არაჩვენო. მასაც ზუსტად იგივე უნდოდა. შურით მოკდება. ეს საჩუქარი კიტისთვის იყო? რატომ გავიკეთე? ამელკა, აქ ხარ? საინტერესოა მართას რა აჩუქეს. უცებ ნახავ. ეს ხომ სანტას სვიტრია და მასზე მარწყვის ჯემია. როგორ მიდის საქმეები? რა გაიგე? ერთმა მეზობელმა დაინახა გოგონა, მუქი, გრძელი თვით და ღია ყავისფერი პალტოთი. სულ ესაა. ამელკა, ერთი წუთით წავალ. ჯინი, სად მიდიხარ? იქნებ გრინჩი შენი ღბული იყო? მართა, სად არის შენი საათი? აი, ისე, ჩემი ხელი დაიღალა. მართა, მოიცა. რამე ხომ არ გინდა რომ მითხრა? რავი, არა. მართა, მომისმინე. მეზობელმა თქვა რომ დაინახა გოგონა ღია ყავისფერი პალტოთი და გრძელი მუქი თმით. ეს შენ ხარ? მოიცა. რას ამბობ? მუქითმა არ მაქვს. მართა, ნუ იმართლებ თავს. მისმინე. შენი საჩუქარი ვნახე და მან სანტასთან საცმელი იყო. მე არ ყოფილვარ. მართლა? მართა, შენ მოკალი სანტა? გულახდილად მითხარი. რა თქმა უნდა არა, მე ის არ მომიკლავს. უბრალოდ საჩუქრები წამოვიღე. მართა, სულ გაგიჟდი? რაზე ფიქრობდი? ჯინი, ნუ მიყვირი. კარგი. ნახოთ რა სიტყვის ამელკა. ჯინი. არა, გთხოვ, არ უთხრა ამელკას. მოიცა. გგონია რომ ხელს დაგაფარებ? გთხოვ. ამელკა, ჩემთან აღარი მეგობრებს მერე. ყველაფერი უნდა გამოვასწოროთ. ყველაფერი თავიდან ბოლომდე მომიყევი. მოკლედ, სამზარეულოში ვიჭექი და სენდვიჩს ჯემით ჭამდი. როცა სანტა შემოვიდა და მას თავს დაესხი? არა, მისმინე. მიში ტომარა დავინახე და ვთხოვე მენახა. არ მომცა. თქვა რომ ეჩქარებოდა და შენ ტომარა მოიპარე? ტომარა ავიღე, მაგრამ სანტა გაგიჟდა. მიში წართმევა დაიწყო. ჩხუბი დავიწყეთ და ხე მას დაეცა. გულწმელად თქვი, სანტა ცოცხალია? ცოცხალია. მეხსიერება დაკარგა. ეგ ვთქვი მეც. სად არის ახლა? ჩვეულებრივი ტანსაცმელი მივეცი. და ვუთხარი რომ ფოსტაში მუშაობდა და წავიდა. მოიცა. ანუ სანტა ახლა სადღაც დახეტიალობს და არაფერი არ ახსოვს? არ ვიცოდი, ეგრე თუ მოხდებოდა. კარგი რა. დახმარებისთვის უნდა დაგეძახა. პანიკაში ჩავვარდი. ძალიან მინდოდა საჩუქრები. შემდეგ მისი ნივთები და საჩუქრები დავმალე. თქვენ ყველაფერი იპოვეთ. მართა, რა ხარბი ხარ? მზად ვარ ყველაფერი გამოვასწორო. რა უნდა გავაკეთო? არ ვიცი. გოგუებო, რაზე ლაპარაკობთ? კარგი. განვიხილავთ, როგორ დავაბრუნოთ თოვლის პაპუა. დახმარება გჭირდებათ? არა, ჯობია წახვიდე და გრინჩზე მეტი ინფორმაცია მოიზიო. კარგი. ვერ ვიჯერებ, რომ საუკეთესო მეგობარს ვატყუებ, მაგრამ შენი მეორე საუკეთესო მეგობის გადასარჩენად აკეთებ ამას. მოიცა. ჯობია რომ მალე მოიფიქრო, როგორ დავაბრუნოთ სანტა. იქნებ წავიდეთ და ქუჩაში ვეძებოთ? ის შორს ვერ წავიდოდა. დიდი დრო გავიდა. მას შეეძლო ნებისმიერ ადგილას წასულიყო. ქალაქი უზარმაზარია. ეს რა გავაკეთე? გილოცავ მართა. მაგარია, ახლა შენ ახალი წლის ქურდი ხარ. არა. თუ ხალხი გაიგებს რა გააკეთე, გრინჩისა და კრამპუსის ტოლფასი იქნები. არა, არ მინდა. მაგაზე შენ ადრე უნდა გეფიქრა. მოიცა, იდეა მაქვს. რას აკეთებ? ჯანჯაფირის ავსხობილებს გავაკეთეთ. სანტა მის სულს შეიგრძნობს და ყველაფერს გაიხსენებს. კარგია, მაგრამ როგორ შეიგრძნობს ამ სულს? ხო, სული მთელ ქალაქში უნდა გავრცელდეს. მართა, გეყოს, ეს მხოლოდ მულტფილმებში ხდება და არა სინამდვილეში. ალბათ სანტა უბრალოდ ცხოვრებით იცხოვრებს, ჩვეულებრივ სამსახურს იშოვის და ჩვენ ყველანი დავივიწყებთ ისეთ დღესასწაულს, როგორიც ახალი წელია. ელფებს შეუძლიათ დახმარება. გაგიჟდი? ელფებს ვერაფერს ეტყვი, სანტასთან ჩაგვიშვებენ. არ შეგვიძლია. ანონიმურ წერილს დავწერთ და ვიტყვით, რომ ნახეთ ადამიანი, რომელიც სანტას გავს და ისინი რას იზამენ? ისინი ელფები არიან. სანტას ჯადოსნური ნივთების დახმარებით იპოვიან. გავაკეთოთ. და ჩემს ხელწერას იცნობენ? მოიცა. მეორე ხევით დაწერე.
იმედია სანტას არაფერი შეემთხვევა. დიდი იმედი მაქვს. წერივი ნამდვილად მივა? როდის წაიკითხავე? მოიცა, მომთმენი იყავი. ამელკა მოდის. როგორ მიდის საქმეები? არც ისე კარგად. გრინჩი მრავალი წერია, არავის უნახავს. ვერავინ ვერ პოულობს მას. ნუ ღელავ, ამელკა ყველაფერი რიგზე იქნება. ეთვი მეპარება. სანტას პოვნის შანსი მცირდება. ყურადღება, სასწრაფო სიახლე სანტას შესახებ. მასაუწიე. სანტა იპოვეს, ის ელფებმა იპოვეს, რომლებმაც ანონიმური შეტყობინება მიიღეს. სანტა ახლა უსაფრთხოდაა, მაგრამ არაფერი ახსოვს. მან საჩუქრების ტომარაც დაკარგა. საბედნიეროდ, მას სათადარიგო ტომარა აქვს, ასე რომ ყველა ბავშვი მალე მიიღებს საჩუქარს. გაიგეთ? ანუ საჩუქრები ჩვენთვის შევინახოთ? არა, მიხარია რომ სანტა იპოვეს. მართა, კარგია რომ ყველაფრის გამოსწორება შეძელი. რა, ამელკა? ყველაფერი იცოდი? რა თქმა უნდა, სულელი არ ვარ. დიდი ხნის წინ მივხვდი. ჩემზე არ ხარ გაბრაზებული? არა, მაგრამ აღარ გაიმეორო. მეგობრებო, თქვენ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო? არ დაგავიწყდეთ დადაიქება და ახის გამოწერა. და აცკაპუნეთ ზარის ღილაკზე. ბევრი საინტერესო ვიდეო გელოდებათ. ნახვამდის ყველას!